ხვალიდან 16 მაისიდან მიკროსაფინანსოებისთვის კრედიტის ლიმიტი იზრდება, მომხმარებლებს 200,000 ლარამდე სესხების აღება შეეძლებათ. ამ და სხვა ამბებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ყაზახეთის საგარეო უწყება საკუთარი მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის თქმის და შემდგომი დეპორტაციის ხშირი შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მას სცადა ისეთი რამ, რის გამოც დაიმსახურა კანდიდატურის გამოწვევა. კობახიძე ზურაბ პოლულიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაუპირისპირდა. დაიწერა განცხადებები და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საკადრო ცვლილებები ოცნებაში აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა. რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 19% შემცირდა გასულ თვეში ქვეყანაში ჩრდილოეთიდან $40 მილიონ გადმორიცხეს. საღამოშიდობის BMG-ს გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. ყაზახეთის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში თავისი მოქალაქეების არ შეშვების ფაქტების გამო. ამის თაობაზე ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ყაზახეთის დელეგაციამ თბილისში გამართულ მხარესთან კონსულტაციები გამართა, ამ დროსაც ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჩასვლისთანავე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის და შემდგომი დეპორტაციის ხშირი შემთხვევების გამო. აღინიშნა, რომ ყაზახეთის მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოდის და მკაცრად იცავს მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, წერია ყაზახეთის საგარეო უწყების განცხადებაში. მათივე განცხადებით ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მაისის დასაწყისიდან საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ასევე გამოითქვა მზადყოფნა, შეიქმნას ყველაზე ხელსაყრელი პირობები ყაზახეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნისათვის იტყობინება. ყაზახეთის საგარეო უწყება ცნობისათვის გასულ თვეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა $295 მილიონ $540,000 შეადგინა, რაც $17 მილიონ მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გზავნილებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს $54 მილიონ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია $50 მილიონ, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და შეადგინა $29 მილიონ $900,000. ხუთეულშია გერმანია $24 მილიონ $800,000 და საბერძნეთი $24 მილიონ $600,000. ამ ქვეყნებიდან ზრდა შესაბამისად 20 და 12%-ია. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით მიკროსაფინანსო სექტორის ჯამურმა საკრედიტო პორტფელმა 1,55 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირებული მაჩვენებელია. ეს კლება დაკავშირებულია კრისტალის და MBC-ის მიკრობანკებად გარდაქმნასთან, რის გამოც მათი ფინანსური მაჩვენებლები მისვების სექტორს გამოაკლდა. შესაბამისად 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით მისვების საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის. თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელიან, რომ სექტორში ბიზნეს სესხების წილის ზრდა მოსალოდნელი, რის საშუალებასაც უკვე ხვალიდან დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსოებისათვის კრედიტის ლიმიტი 200,000 ლარამდე იზრდება. როგორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტრუქტურა და ბაზარზე მოლოდინები, ნუცა შუბაშვილი ესაუბრა სექტორის წარმომადგენლებს ნუცა საღამოშიდობის. მოგესალმები. დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი შემცირებულია, რადგან როგორც ცნობილია, ორი მსხვილი მისო, რომლებიც ბიზნეს დაკრედიტებაზე იყვნენ ორიენტირებულები, მიკრობანკების სეგმენტში გადაინაცვლეს. მათ შედეგად 2024 წელთან შედარებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური პორტფელი დაახლოებით 407 მილიონი ლარით შემცირდა და $1,550 ლარი შეადგინა. ამ ცვლილებების შედეგად მთლიან პორტფელში გაიზარდა სალომბარდე სესხების წილი და მთლიანი პორტფელის თითქმის 75%, ანუ $1,170 მილიონი ლარი უკვე სალომბარდე სესხებზე მოდის. როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, თუკი კრისტალის და MBC-ის მიკრობანკებად გარდაქმნის ეფექტს გამოვაკლებთ, სექტორი მაინც ზრდას აჩვენებს და სხვადასხვა პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ
გარკვეული ორგანიზაციების გასვლა მოხდა სექტორიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიკრობანკებად ტრანსფორმირება. აი ამ ეფექტის გამოკლებით სექტორმა პირველ კვარტალში დაახლოებით 25%-იანი ზრდა ანახა, ასე ვთქვათ, წლიური, რაც კარგი შედეგია ნამდვილად. თუმცა აბსოლუტურ მნიშვნელობაში ჩვენ გვქონდა აქტივების კლება. წინა წლის ბოლოს ჩვენი აქტივები შეადგენდა დაახლოებით 2.2 მილიარდს, ეხლა როგორც გითხარით, დაახლოებით 1.6 მილიარდის ფარგლებშია მიკროსაფინანსო სეგმენტის აქტივები. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ორი მსხვილი ორგანიზაცია გავიდა სექტორიდან, სექტორის მაჩვენებლები წელს არის გარკვეულწილად ასე ვთქვათ შეცვლილი, ეს ეხება როგორც იგივე პორტფელის კომპოზიციის ნაწილს, ისევე ვალდებულების სტრუქტურის ნაწილს და ასე შემდეგ, თუმცა შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ზოგადად რისკების მაჩვენებლები ამ ორგანიზაციების გასვლის მერეც კი არის სტაბილურად დაბალნიშნულზე შენარჩუნებული. სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ დარგში ბიზნესის ხების წილი ეტაპობრივად გაიზრდება, რის საშუალებას უკვე ხვალიდან დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსოებისთვის კრედიტის ლიმიტი არსებული 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება. როგორც სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, ეს მათ საშუალებას მისცემს არსებული მომხმარებლები უკვე უფრო დიდხანს შეინარჩუნონ და მათი გაზრდილი ლიმიტები შესთავაზონ დაკრედიტების, რამაც მოულოდნელია, რომ სესხების გაიეფებაც უნდა გამოიწვიოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ ამ მოცულობის სესხების გაცემა გარკვეული დათქმებით შეუძლიათ, კერძოდ 100,000-დან 200,000 ლარამდე მოცულობის სესხების წილი მთლიან საზდამხედველო კაპიტალში არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. სექტორში ამბობენ, რომ ამ რეგულაციის შესრულება მათთვის წესით რთული არ უნდა იყოს. უკვე შედის ძალაში ცვლილება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სესხები გასცენ უკვე 200,000 ლარიან ლიმიტში, 100,000 ლარის ნაცვლად. და ეს იქნება გარკვეულწილად ზუსტადაც რომ იმ ახალი სეგმენტის და პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სეგმენტისთვის, რომელიც არის აკავშირებული უფრო ბიზნეს დაკრედიტებასთან და ეს გაზრდილი ზღვარში ოპერირება საშუალებას მისცემს სექტორს, რომ უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულები ბიზნეს დაკრედიტებაზე და აი ეს მომხმარებლების ასე ვთქვათ უფრო აქტიურად მოიცვდა. მე ვიმედოვნებ, რომ ამ ზღვრის ზრდასთან ერთად სექტორს კიდევ ერთხელ უფრო მეტად ექნება შესაძლებლობა, რომ ის საჭიროებები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს, მათი აპეტიტი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია ხოლმე სესხების ლიმიტის თვალსაზრისით, ვიდრე იგივე სალომბარდე დაკრედიტებაში. აი ამ სეგმენტის ასე ვთქვათ ათვისების შესაძლებლობა ექნება სექტორს და გარდა ამისა მათივე მომხმარებლების ცოტა უფრო დიდი ხნის შენარჩუნების 200,000 ლარამდე ზრდა უკვე შევაძალეს ხვალიდან და მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მომხმარებლები ისტორიულად რომელიც ბიზნესი იზრდებოდა ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად მათ შენარჩუნებას მოვახერხებთ და მათ მოთხოვნებს უფრო უკეთესად დავაკმაყოფილებთ. პლუს დაგვიზოვო გავს მოზიდვის ხარჯებს, თუმცა არსებობს შეზღუდვა 100,000-დან 200,000 ლარამდე გასაცემის სესხების მოცულობასთან დაკავშირებით კომპანიის ჭრილში და ის არ უნდა აღემატებოდეს საზემდამხედველო კაპიტალის 50%. ბუნებრივია, ნახეთ როგორი სიტუაცია, ჩვენ ძალიან ბევრი გვიჯდება მომხმარებლის შენარჩუნება, ახლის მოყვანა და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ეს პროცესი დაგვეხმარება და მოლოდინი ვაქვს რომ დაგვეხმაროს, რომ ეს ხარჯები არ გქონდეს, ანუ შეგვიმცირდეს, მაგას ავსახავთ ფასში. როგორ ოპერირებენ უკვე მიკრობანკებად გარდაქმნილი კომპანიები და რა ტენდენციებია მიკრობანკების სეგმენტში, ამ თემებზე ჩვენ უკვე მაყურებელს საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში მოუყვებით. მადლობა, ეს ნუცა შუბაშვილი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფიქრობს, რომ 2025 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 780 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვების შესყიდვას შეძლებს. ვალუტის შემოდინება და დოლარის ინდექსი აძლევს საშუალებას ძებს, რომ რეზერვი დააგროვოს, განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის შეხვედრისას. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია. აპრილში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული თაობას დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი. მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.
CFD აუქციონები, რომელიც დარგის სტიმულირების მექანიზმი იყო და 2022 წელს ამოქმედა პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლა ენერგოპროექტების PPA-თ სარგებლობის ვადა კი 28 თებერვალს ამოიწურა. ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰიდროპროექტებზე ინტერესი არც თუ ისე მაღალი იყო, რასაც დადგენილი მედიანური ტარიფის სიმცირეს უკავშირებენ, როგორც ცნობილია, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებისათვის მეორე CFD აუქციონით დადგენილი ტარიფი 6.9 ცენტია, ქარის ელექტროსადგურებისათვის 6 ცენტი, ხოლო მზისათვის 5.6 ცენტი. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკისთვის და მიმართულებისთვის მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებელია, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს 2 მეგავატამდე და 2 მეგავატზე დიდი მოცულობის სადგურების გამიჩვენა. მეორე აუქციონში ხო, სადაც დაბალი ტარიფი დაждდა ჰიდროს ნაწილში, მოდინების ნაწილში, გვახსოვს რომ მანდ 2 მეგავატამდე სადგურებიც იყო, ასე ვთქვათ, შესული და 2 მეგავატამდე სადგურები და 2 მეგავატ ზემოთ სადგურები ერთ ყალათაში, ასე ვთქვათ, ერთი ტარიფით გებოდა ამათ, სადაც არასწორი იყო. არასწორი იყო რატომ? იმიტომ რომ ეს პატარა სადგურებს რომელსაც აი მაგალითად მიერთების გადასახადი თუ 2 მეგავატზე ზემოთ ხარ არის 300.000 ლარი, ხოლო თუ 2 მეგავატზე ქვემოთ ხარ არის 60.000 ლარი. რამხელა განსხვავება არის, წარმოიდგინეთ, თუნდაც მარტო ამ საკითხში. ამ პატარა სადგურები და ეს დიდი სადგურები ერთ ყალათაში თუ ექცევიან, რა თქმა უნდა, ტარიფი არასწორი არის. შესაბამისად, მგონია რომ აუცილებლად კარგი იქნება თუ მესამე აუქციონი ჩატარდება და ამ მესამე აუქციონის ჩატარების დროს ეს 2 მეგავატიანი სადგურები და 2 მეგავატის ზემოთ სადგურები აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ენერგეტიკის სექტორი ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 2023 წლის 1 ივლისსაც მზად იყო. ამის თაობაზე კრედას აღმასრულებელმა დირექტორამ მაია მელიქიძემ საქმის კურსის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სექტორს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები აქვს განხორციელებული მოსამზადებელ ეტაპზე. გადამზადებულია ადამიანური რესურსის და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები არსებობენ, თუმცა მაია მელიქიძე ყველაზე დიდ გამოწვევას ამ პროცესში სწორ პროგნოზირებასა და უბალანსობაზე პასუხისმგებლობაში ხედავს. ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, სრულფასოვნად მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. უბალანსობაზე ბუნებრივია პირველი ეტაპისთვის სექტორს ჭირდება დახმარება და ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის რაღაცა თვალსაზრისით მაინც გადანაწილება, იმიტომ რომ კერძო სექტორისთვის ეს იქნება დამატებითი ფინანსური ხარჯი და კიდევ ერთხელ ვფიქრობ ჩვენ, რომ შეაფერხებს გარკვეულწილად ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის. ამას კიდევ დავამატებ მსხვილ მომხმარებლებსაც მათ შორის. იმიტომ რომ ერთი არის გენერაციის ობიექტები, ერთი არის პროგნოზირება, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ამასთანავე მნიშვნელოვანია მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც უნდა შევიდნენ ამ ბაზარზე. მათთვისაც ძალიან კრიტიკული არის ამ ბაზარზე ვაჭრობა და შესაბამისი ფასის მიხედვით გადაწყვეტილებათა მიღება. საქმის კურსი ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.